ეხლა გავაკეთებთ სახელდახელო შქმერულს. კარაქი, ზეთი, ნიორი, რძე, მარილი. ეგ არ არის ტრადიციული შქმერული, ეს არის გადვილებული, გამარტივებული. მოვაყაროთ მარილი. ქათამი შეიძლება დავდოთ გაცხელებულ ტაფაზე, ან როგორც მე. დიდი მნიშვნელობა მაგას არ აქვს. მოვასხათ ცოტა ზეთი. მაღალ ცეცხლზე 5-7 წუთი თითო მხარეს. მერე გადმოვაბრუნოთ. დაახლოებით დამჭირდა 12-10 წუთი, 13 წუთი. არც იქით, არც აქ. გადმოვიტანოთ თეფსზე. შემდეგი ნაბიჯი გემრიელ წვენში. ჩავამატოთ ცოტა კიდე კარაქი და ნიორი. მე 8 კვირი უქენი. ცოტა ზეთიც. თან ვურიოთ, რომ თანაბრად მოეთუშოს ნიორი. ნიორი მთავარია არ დაიწვას, გახდეს ოქროსფერი. ჯამში ამ კერძის მოზადება სჭირდება 25-30 წუთი. მშვენივრად დაიბრაცა, გახდა მოოქროსფრო. შვენივი, გამაც. მადლობა. ეხლა დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე, რომ რძე არ აიჭრას. შებოლილი პაპრიკა. დაველოდოთ სანამ ოდნავ წამოდუღდება და მერე ჩავდოთ ბარკლები. ჩავყაროთ, ჩავაგდოთ, ჩავალპოთ. ნელა დაიწყო დუღილივით. ეხლა ავიღოთ ბარკლები და ჩავდოთ. აი ესეთი დაბრაწული ლამაზი და დავაფაროთ ხუფი. დავაყენოთ დაბალ ცეცხლზე. ეხლა გადმოვაბრუნოთ მეორე მხარეს, კარგი გაჟღენთილი რო იყოს წვენით. შეგვიძლია ხუფი ოდნავ ბოლომდე არ დავაფაროთ, რომ რძე არ გადმოვიდეს. ცოტა მწვანე ხახვი. შქმერული.